მოგესალმებით, ძირბასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგან აქტიურობისათვის, კომენტარებისათვის. მადლიერებისათვის. რაც პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ესე მინდა გაშლა გაკეთდეს. პირველი და მეორე ვარიანტი. ციფრები დაერჩიეთ და ვინც აერჩია პირველი ვარიანტი. სწრაფი კომუნიკაცია არის აქ, ან სწრაფი შეტყობინება, ან რა ვიცი, რაღაც ოღონდ ისეთი სისწრაფით მოხდება ეს მულოდნელი მთლად არ არის, მაგრამ აქ ორი პიროვნება დაფიქსირდა. ვფიქრობ, რომ ეს პირადზე არის ეს გაშლები. აქ არის შესაძლებელია ადამიანი, რომელიც ამ წუთში ცოტა ვერ ყავთ გაშვებული თქვენი ფიქრებიდან, ემოციებიდან, აი ამ ადამიანიდან. სწრაფი შეტყობინება, კომუნიკაცია არ არის გამორიცხული, რომ აქ ან ოჯახის წევრი იყავით, ან ძალიან თითქმის ასე იყო თქვენი ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში რაღაც შეიტყობთ, რომ რაღაც აქ გამოვალ მდგომარეობაში არის ეს ადამიანი. მაგრამ ამავე დროს თქვენთან ჩნდება სრულიად ახალი პიროვნება. ამას გაიცნობთ, ან იცნობთ უკვე არ არის გამორიცხული, აი გაუთვალისწინებელი კი არა, მოულოდნელ ადგილას, ან რომ არ ელოდებით რაღაცა ისე გააქტიურდება ეს ადამიანი ისეთ ადგილას. მე უფრო მგონია ეს არის დაწესებულება, სადაც სწავლობთ, ან კვალიფიკაციას იმაღლებთ, ან რაღაც ესეთი დაწესებულება არის. შეიძლება ხა თქვენ არ სწავლობდეთ, მაგრამ რაღაცა ისეთ დაწესებულებაში მოხდეთ, სადაც ესეთი რაღაცები მიმდინარეობს, ხო? დაუშვათ სასწავლო პროცესი, ან კვალიფიკაცია, ან გადამზადება, ან ტრენინგები, ან რა ვიცი, ახლა ვიღაცასთან იქნება რამე რეპეტიციებიც არის და ასე შემდეგ, ხო? ვინც ხელოვნებაშია. ვიცი რომ ყავს აქ ასეთი გოგონებიც და ბიჭებიც. რაღაც აი ამ დაწესებულებაში ესეთ ადგილას ფიქსირდება ეს პიროვნება, მაგრამ აი თქვენთვის რომ რაღაცა ისე ძალიან შეიძლება მარტო კი არა, რაღაცა ისეთი პოზიცია გექნებათ. ძალიან აქტიურ მომენტში იმ დროს არ იქნები, შეიძლება შესვენება იყოს რაღაცა ისეთი დროს მოდის ეს ადამიანი. ან საკუთარ თავთან რა ვიცი მარტო და რაღაცა ესე დაფიქსირდება და ვფიქრობ, რომ თან გრძნობდეს დიდი ხანია გიცნობთ თქვენ და საკმაოდ ასეთი ცვლილებები იქნება აქ
ახლა მე როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ აქ რაღაცა ორი პიროვნება დაფიქსირდა. ეს თითქოს ამ ადამიანს პირველი ვინც თქვი დაუჯახება და ესეთი თემები აქვს თქვენთან და ანდუდა. არც მე და აგერ მოცეთ მეორეც გამოჩნდება და მეორე ვარიანტი ვინც აირჩი. ესეც მოდი ასე ვთქვათ, ან არის ყოფილი, ან ნარცისი ხასიათის პიროვნება. ეს ამასთანაც საუბარი ფიქსირდება ფაქტიურად. მაგრამ აქ იქნება ისეთი საუბარი, რა ვიცი, ერთმანეთს უმტკიცებთ, რომელი უფრო მაგარი ვარო, რომელიც უფრო გრძელი ისინი გვაქო. ჭუჭუები გვაქო. აშკარად რაღაც საკითხის, ესე რომ ვთქვათ, ახლა მე არ ვამბობ აქ რომ ჩხუბი იქნება, მაგრამ სერიოზული ლაპარაკი არის. ეს არის გადამწყვეტი სხვადასხვა. მე არ ვამბობ რომ აქ თქვენ დაუშვათ დაზარალებულ პოზიციაზე გამოხვალთ, არა. ეს საუბარი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგ ენერგიებს მოგიტანთ, ძალიან კარგ პოზიციას მოგიტანთ. შეიძლება ძალიან გაბედნიერდეთ კიდეც ამ საუბრით რაღაცა. ესეთი კომუნიკაცია ფიქსირდება ამ პიროვნებიდან. ნახოთ. კიდევ. აქაც მეორე ვარიანტში სამწუხაროდ აქ ეთყობა ადამიანი რატომღაც მინდა სულ თქვა რომ არჩევნის წინაშე გაყენეთ არჩევანი და არა და არჩევანი აქ თითქოს არ ჩანს, მაგრამ აი რაღაც მოდის ენერგია და უბრალოდ მოდის თორე აქ არ დამფიქსირებია მეტაროში არჩევანი. უბრალოდ რატომღაც როგორი რაღაც არის იცით იცით რა ეს თქვენი გრძნობაა თუ მისი გოგოს გრძნობა, გოგოს ბიჭის ენერგია. აქ ასეთი ვარიანტია. თქვენ უფრო, მე მგონი უფრო მეტად დამტკბარი ხართ, ანუ გამოდის რომ თუ რაღაცა ვიცი, თქვენ უფრო შეყვარებული ხართ, ან თუ გამოვა ურთიერთობა უფრო რაღაცა გრძნობებით ხედავთ ამ ყველაფერს და ეს უფრო ცივია, ნარცისი აშკარად. და თავის სიტყვასაც არ აასრულებს და უარყოფს კიდეც გრძნობებს. ამისთვის მე უფრო მგონია რომ რაღაცა ბავშვი უნდა თითქოს, რა ვიცი, ახლა თუ შვილი მეყოლება შენგან, თუმცა მე ვერ შეგბირდებით, რომ თუ შვილი მეყოლება იქნებ რაღაცა ვქნა, ნახე, რაღაც ურთიერთობას, რა ურთიერთობას ამას არ ამბობს. მოვიფიქრებ, მაგრამ დანარჩენ ვარიანტში ამასთან ურთიერთობა არ გამოდის, ამასთან უფრო რაღაც ინტერესი არის დამეხმარები შენ. რაღაცაში, ესე იგი სარგებელი აქვს თქვენგან. იცით რა არის ახლა ბევრი ქალბატონი, რამე მეო ფული არა, რა სარგებელია, ლოგინი გენაცვალე, რა სარგებელი არ არის. ისწორებს თავისას როგორც უნდა და ეგ სარგებელი არ არის, მანდა მაინც ფულზე რომ გადაგაქვთ ყოველთვის აქცენტი. არ არის გამორუცხული აქ ფულადიც იყოს, მაგრამ ფულის გარდა კიდევ სხვა, რა ვიცი, ზოგ მამაკაც ისიც აკმაყოფილებს საზოგადოებას დაანახოს, რომ აი ამ ქალთან მეგობრობს, ამ ქალთან ურთიერთობა აქვს. ესეც საკმარისი არის. აქ ამანდა მაინც უკვე ლოგინზე და ფულზეც აღარ არის ხო ლაპარაკი. აქ ეს ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ეხლა მე არ დავკონკრეტდები, რა თქმა უნდა, შემიძლია დავკონკრეტდე, მაგრამ
რადგან საჯაროა რა ძირითადი, მაგრამ აქ სიყვარული ამის მხრიდან არა. გამორიცხულია თუ კიდევ ამბობ თუ რაღაცა შვილი ან ესე შეიძლება რამეს მოიფიქრებს დაუშვათ აი გავუჩინე შვილი ხო აიღებს პასუხისმგებლობას თქვენ თუ გაწყობთ ეს შვილი როგორ არის იცი ესე პირდაპირ აიღოს გადაირიოს ესეც არ არის აქ ოქროს გასაღები მაგრამ წასულ-მოსული თემა იქნება არ ვიცი ამას რატო უწევს ესე წასვლა წამოსვლა შეიძლება სამსახურეობრივია ეხლა ხშირად არის ეს პრობლემა ტაროლოგებში დაშორებას და ადამიანი რომ გადის უბრალოდ სამსახურის გამო ურთიერთობით ამას ვერ არჩევენ ტაროლოგები ერთმანეთს მე აქ ეს მგონია უფრო რომ ამას რაღაც მოძრაობა უწევს სწრაფი გადაადგილება რაღაცა და ეს იყოს თქვენ შორის ეს პრობლემა და არა ის რომ დაგშორდებათ არ დაგშორდებათ მაგრამ ახლა არც ოფიციალურ სახეს ამ ყველაფერს არ მისცემს ხო და მაინც გექნებათ აქ რაღაც ის მე ხომ არის რომ მეტი გინდათ დაუშვათ და მოინდომოთ ეს თემა ცოტა გამორიცხული. Ну, დღევანდელი ენერგიით ეს დაფიქსირდა აქ ეს არის საბოლოო პასუხი, დიაგნოსტიკა. მოკლეხნიანი გაშლა არის ჩემი კარგებო. და დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. გისურვებთ წარმატებებს და გაშუქებებით დროებით.